გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კავანდია. ნიკა გვარამიას მორიგის სპიჩი. მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისმგებაში მისაცემად. ვეღარ შეეშვა ეს პატარა კაცი პროკურორობას. მას ვუყურებ და ვფიქრობ, რომ კაცი პროკურორად შეიძლება აღარ მუშაობდეს, მაგრამ პროკურორობას ის ვერასდროს მოიშორებს. ნიკას სულ უნდა გასამართლების პროცესში მონაწილეობა. გინდ ეს საერთაშორისო დონეზე იყოს და გინდ სულაც ადგილობრივი სახმართველობის ხასიათს ატარებდეს. იცით რა მახსენდება ამ ბრძენ კაცუნას ხურებისას? აი სუსტი ბავშვები თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან საჩხუბრად. უფროსი და ძლიერი ძმა ან მამა რომ მოყავთ საქმის გასარჩევად. ზუსტად ის ვარიანტია. თვითონ თავისი ძალებით ვერაფერს სჩადის და საფრანგეთს ეხვეწება. დაგვეხმარეთ რა ივანიშვილისთვის ზიანის მიყენებაშიო. წარმოგიდგენია, სკოლაში სწავლის დროს რა ენატანია და დამბეზღებელი იქნებოდა ეს პიროვნება. თანაც ალბათ მას სააკაშვილივით ბავშვობიდან ბევრი კომპლექსი მოყვება, ანატომაზას მგონია. და იმ კომპლექსების დაკმაყოფილებას ზრდასრულ ასაკშიც ცდილობს. ადრე, როდესაც ტაღზე სოციოპატი მიხეილი იჯდა, მას ეს კარგად გამოსდიოდა. კარგად ხმამაღლა ნათქვამი, სხვანაირად ვიტყვი. ბოროტად, დიახ, ეს სიტყვა უფრო შეესაბამება ამ აზრის გიგანტს, ბოროტად გამოსდიოდა. მახსოვს მისი გესლიანი სახე, როდესაც იმ დროს მოძღრაოდა და გვემუქრებოდა. იმ მომენტში ის ალბათ იმ უფროსი ძმისა თუ მამის ზალას გრძნობდა, რომელიც პატარა ბავშვებთან მივიდა საქმის გასარჩევად. რას მოყვა გვარამიას ეს გამოხდომა? იმას, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. მორიგი ბრიყული ფარსი მეგობრებო და მორიგ ჯერზე მინდა დავსვა კითხვა, სად საქართველო და სად საფრანგეთი თავისი ეროვნული ასამბლეის გინდ ზედა გინდ ქვედა და გინდ შუა პალატებით. რა კავშირში ვარ ჩვენ საფრანგეთთან? გარდა იმისა, რომ ჩვენს მაღაზიებში ნაპოლეონის ნამცხვარი იყიდება. რაღაც კანონები მოქმედებს სოფლიოში, რომელთა დედააზრი ვერ გავიგე. განა ჩვენ რამე დამოკიდებულებაში ვართ საფრანგეთთან? რა, ჩვენ მის პროვინციობაზე გვაქვს პრეტენზია? ანუ გვინდა მისი ერთ-ერთი პროვინცია გავხდეთ და ამიტომაც პარიზი მთელი ფრანგული სიმკაცრით ადევნებს თვალს ჩვენთან მიმდინარე პროცესებს? მეცაც გვეტყვით. ისეთი გზნობა მიჩნდება, რომ საფრანგეთი საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გეგმებს ამზადებს და ამიტომაც ლაფს გვცხებს. ეს ხომ ნაცადი პრაქტიკაა. აგრესია როგორმე რომ გაამართლო, წინასწარ დიდი მუშაობა უნდა ჩაატარო, რათა გააშაო შენი დარტყმისთვის გამიზნული სუბიექტი თუ ობიექტი, სულ ერთია. და მე თქვა, რა მექნა იქ წესრიგი ირღვეო და დაჩაგრული მოსახლეობა ითხოვდა შველას და მე, როგორც დიდმა ჰუმანისტმა და მორალიზატორმა, ვერ დაუშვი, რომ დიქტატორი ივანიშვილი ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. ამიტომაც ცეცხლითა და מחვილით შევიჭერი. მოკლედ, monsieur, je ne mange pas 6 jours. კი ვიცი, რომ არავითარი ექსპანსია არ მზადდება, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან და ცდილობენ ტლინკები ვყარონ. პირადად მე მათი ტლინკები სულ გლანდებზე მკიდია, მაგრამ კითხვა მაქვს, რაში სჭირდებათ? და უფრო მთავარი კითხვა, რას ელოდებიან თავიანთი ან უაზრო ქმედებებით? ანუ რისთვის აკეთებენ ამას? ვერ გაიაზრეს თავიანთ ფრანგულ თავში, რომ არ ჭრის ჩვენთან ასეთი თამაში, რადგან ეს მათი ნარატივი სულ სიყალბეზეა აგებული. ხო, გამოიტანეს ეს რეზოლუცია, გაახარეს ზურაბიშვილი და გვარამია და მერე რა ელოდებიან, რომ ჩვენ მათი რეზოლუციით შეგულიანებულები პასტილიას ავიღებთ? პასტილია რა იყო? სოლოლაკის ბიზნეს ცენტრს ავიღებთ? ხო, გვარამია ამბობს, რომ ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის de facto შეჩერებას, მანამ სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება
დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები. აჩერებს გააჩეროს მერე. მათი ევროკავშირის შემხედვარეს სრულიად აღარ მინდა მათი წევრობა. მაინც არავინ გვაწევრიანებს, მაგრამ თქვათ და ყოფილიყავით გაერთიანებული. ხომ წარმოგიდგენიათ რა პრესის ქვეშ ვიქნებოდით. მეგობრებო, თქვენ გინდათ სრულიად უსახური მაკრონისა და მისი მსგავსების პრესის ქვეშ ცხოვრება? დარწმუნებული ვარ, არ გინდათ ისე როგორც ეს მე არ მინდა. რა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებზეა ლაპარაკი. ანუ ისეთი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ გვარამიას გუნდმა მოიგოს. ვიზუალურად კი მაგონებს გვარამია საფრანგეთის სიმბოლოს, მაგრამ განა ეს უნდა იყოს არჩევნების შედეგების გამსაზღვრელი. დედასგეფისებით ზოგჯერ სარკაზმი და ირონია მითავდება და ისეთი სიბოროტის გრძნობა მიჩნდება ამ დამბეზღებლის მიმართ, რომ რაღაც მომენტში თავი ბოროტი ნაცი მგონია. თუმცა განსაზღვრება არაა საჭირო. ნაცი თავისთავად სიბოროტეს ნიშნავს. და ბოლოს დიდი პატარა გვარამია მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას აქტიურად დაუჭეროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს. მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე. ხო, გვარამია თუ მოუწოდებს, მაშინ საფრანგეთს სხვა გზა არ ჰქონია გარდა იმისა, რომ დაუგჯეროს. იმიტომ რომ გვარამია ყველას ჩვენი სინდისი, ნამუსი და სრულყოფილება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.